სახელმწიფო კანცელარიასთან ვაშლი ჯვარში მცხოვრები მოსახლეობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 57 ოჯახის ღია ცის ქვეშ დარჩენას აპროტესტებენ. მათი განცხადებით საქალაქო სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ისინი გამოასახლა. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული ფართის შენობის ფაქტიური მფლობელები არიან. აქცია დევნილებმა, სოციალურად დაუცველებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა გამართეს. ჩვენი არასამთავრობო გვერდში უდგას ვაშლი ჯვრის სადაო შენობის ფაქტიურ მეპატრონეებს, ანუ მაცხოვრებლებს, რომლებსაც ძალიან ცუდად მოექცა უკანონოდ საქალაქო სასამართლო, კონკრეტულად მოსამართლე მაია სვიანაძე, რომლის გადაწყვეტილების გამოსახლება უკვე გადაწყვეტილება გამოტანილია. რა ხდება? ამ შენობაზე დაობს კიდევ 22 ადამიანი, რომლებსაც იქ 22 ოჯახი, რომლებსაც იქ არასდროს არ უცხოვრიათ. დღევანდელი აქციის მიზანი არის ჩვენი, რომ მოვიდეთ კანცელარიასთან, ვთხოვოთ პირველ რიგში ბატონ პრემიერ-მინისტრს დიდი იმედი გვაქვს დღევანდელი მთავრობის, რომ გულთან მიიტანს ჩვენ გაჭირვებას, არა მხოლოდ გაჭირვებას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება. დღესაც ვთხოვოთ ასევე ხალბატონ თეატროლოგიას, ვთხოვოთ ბატონ კბილაშვილს და სამართალდამცავ ორგანოს ყველას დაინტერესდით ხალხო, იმიტომ რომ ეს არის ყალბის შეთქმული ორდერები.